მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი. მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი დიქტატურაზე. ამ რომანს სამი ხაზი აქვს, სამი პარალელური ამბავი. პირველი ესაა ურანია კაბრალის ხაზი, გოგოსი, რომელიც გამოექცა დიქტატურას, მეორე თვითონ დიქტატორის ტრუხილიოს უკანასკნელი დღე და მესამე იმ შეთქმულების ამბავი, რომლებმაც დომინიკის დიქტატორი ტრუხილიო უნდა მოკლა. მარიო ვარგას ლიოსა შთამბეჭდავად მოგვითხრობს დიქტატურის ანატომიას. ესაა წიგნი ავტორიტარიზმის ტრამვებზე, ტრაგიკულ მეხსიერებაზე, თუ როგორ ძნელად იდევნება ადამიანის გონებიდან ძალადობის კვალი, თუ როგორ მიყვება მას ყველგან. ასევე მოგვითხრობს დიქტატურის სიმპტომებზე, თუ როგორ თანხმდება ხალხი და საზოგადოება ბელადს, თუ როგორ ყიდის საკუთარ სულს, ცხოვრებას, მომავალს. ჩვენთვის უცხო არაა ყოფილი თუ მოქმედი დიქტატორები და საერთოდ ავტორიტარიზმი, რომლითაც საზრდოობს დღევანდელი საზოგადოება, მთლიანადაა მოცული ამ ძალადობის, სიძულვილის, მორჩილების ვნებით. ამიტომ მარიო ვარგას ლიოსას ეს რომანი ძალიან თანამედროვე წიგნია. ამ წიგნის წაკითხვა კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ გავიაზროთ დიქტატურის არსი და უფრო თამამად გადავდგათ ნაბიჯი თავისუფლებისკენ, მონობისა და მორჩილების, ბელადომანიის უარყოფისკენ. ესაა გაკვეთილები დიქტატურაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მარიო ვარგას ლიოსას რომანზე ვაცის ნადიმი. მე ზვიად კვარაცხელია ვარ.